And we'll continue. 3 rounds in IFC Pro MMA Lightweight Contest. And welcome to the range from Georgia, the rock and roller, Hamid Asimov. Სამიდან სამი მოგება აქვს Hamid Asimov. ასეთია მისი რეკორდი. ნახოთ დღეს რა სიზამს Hamid-ი. იმედია რომ იქნება საინტერესო ორთაბრძოლა, რადგანაც მისი მეტოქი არის გივი მესკი. და რამდენადაც მაგრად იცის ჭიდაობა Hamid Asimov-მა, იმდენად კარგია სტრაიკინგში გივი მესკი. მამუკა შონიას მოსწავლე. აქეთ ხვიჩა ქორიძის ბათუმის სამბრძოლო აკადემია, აქეთ კლუბი დავითიანა. საინტერესო დაპირისპირება ყველა ვარიანტში. ორი საუკეთესო სკოლა გრეპლინგში და სტრაიკინგში შეეჯიბრება ერთმანეთს. და ვნახოთ რომელი უფრო წაიყვანს იმ ბრძოლას, რაც მას სჭირდება. Give me the wide side. Let's say. Safe. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებული ბრძოლების ხილვა, ან ბრძოლები, რომლებიც უკვე იყო, შეგიძლიათ ნახოთ IFC Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე. მაგალითად, უკვე შეგიძლიათ ნახოთ ნათობაიძის ბრწყინვალე გამარჯვება კატართან, ზვიადაძის საოცარი გამარჯვება იუსიფ კანგასთან და ასევე მოლდოველი ოქტავიან პროზოროვშის გამარჯვება თემო უსოიანთან. სამწუხაროა, მაგრამ ასე ხდება. ეს ყველაფერი მე უკვე შეგიძლიათ იღებოთ ჩვენს YouTube არხზე. And welcome to the rage, also from Georgia, Givy Meskhi. ნახოთ რა სიზავს გივი მესკი. ჩემი მოგვარე. პროგნოზი არ უნდა გავაკეთო, ისეთი ამბავია. ერთ მყარე ჩემი მეგობრები, მეორე მყარე ჩემი მოგვარე, ჩემი გივი მესკი. ეხლა აპირებ რომ მიკროფონი გაგჩნდო. მინდა რომ გავსწრო. მაგრამ რა თქმა უნდა, გივის უხუშებასურებ ბათუმის საბრძოლო აკადემია არ მიწევს. იმათაც მოვეფერები, მიყვარს და მაგარი ბიჭები არიან. სამწუხაროდ უნდა ეჭვობა ამერები დავიკოთ ბანჯის რომელსაც რა თქმა დავაკეთო. უნდა, მოვიკითხოთ დავითი და აუცილებლად ველოდებით უკვე მომდევნო ივენტზე მასა და ვირა მანუკიან შორის ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს და ჩვენ ველოდებით აი ძალიან მაგარ დაპირისპირებას. ამ ბრძოლას IFC აუცილებლად გააკეთებს, აუცილებლად შემოგთავაზებს, რადგან მებრძოლებს შორის უკვე პატარა აკიკლავე მოხდა სოციალურ ქსელებში. ფეისბუქი გაიცვალა მანუკიანმა. შემოუთვალა რომ უმემალებიო და დარწმუნებული ვარ დავიწყებთან არავის არ ემალება და ის აუცილებლად გამოჯამრთელდება თუ არა შემოგთავაზებს და იტყვის თავის სიტყვას IFC-ის ორგანიზაციაში. Fighting out of the blue corner. He's 30 years old, standing 190 centimeters tall, weighing at 70.21 kilos. His professional record, 2 victories, no losses. Ladies and gentlemen, he's Global Association MMA grappling champion, Brazilian Jiu-Jitsu Georgian champion, and he's the tallest lightweight fighter in Georgia, representing Batumi Fight Academy from Batumi, Georgia. Here is Hamid the Rock and Roller Asimov. His opponent fighting at the red corner. He's 26 years old, standing 180 centimeters tall, weighing at 70.1 kilograms. Professional record, 2 victories and only 1 defeat. Representing Davidiani Fight Club from Tbilisi, Georgia, Givy Meskhi. And your referee judge, Marco Broersen. Marco Broersen, referee ringze.
გვესმის შეძახილები გივი. რა ხდება მართლა თბილისის სპორტის სასახლეში? იმედი ასეთი ამბები იქნება ხოლმე სულ. დაიწყო პირველი იმედი რაუნდი. როცა ნახავს ხალხი ამ ხარის კიდევ უფრო მეტი დაინტერესდება. კარგი სტარტია დასაწყისშივე. აზიმოვი დააპრესინგებს აუცილებლად და სადღაცას დაიჭერს მომენტს რომ შევიდეს საჭიდაოდ. ის მაქსიმალურ დისტანციაზე უნდა იყოს ამისთვის. აბა ნახოთ. დება ფეხში კარგი მოხდა. ამიდი ელოდება თავის მომენტს და ხოჩა იყო კარგი გადაშოვა მესმის აი მაინც ფეხში შესულ საშუალება მისცა თავი აქვს აღებული მაგრამ არა ისე გამოაძებს ეს თავი გაზიმოვი ხამიდ აზიმოვი არის ძალიან მაგარი გრეპლერი ეხლა ის როგორც თევზის წყალში ისეა მიუხედავად იმისა რომ კისერი აქვს დაჭერილი გივიმეს რა თქმა უნდა ჯერ 4 წუთია დრო და გივი როგორმე უნდა გამოვიდეს ამ პოზიციიდან. თორე გაუჭირდება. ნიკა აბრამიშვილისთვის აქვს მოგებული ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი. ძალიან მაგარი ბრძოლა იყო მაგას. და მაგრად უტყამდა აბრამიშვილი, მაგრამ მაინც აზიმოვმა მოიგო მე. აი აზიმოვმა მაინც მოახერხა გამოძრომა. აი ზე ქვემოდან რა კარგი დარტყმა იყო აქ მესხის. ცდილობს რომ კონტროლი არ დაკარგოს. ის უნდა რომ გადაატრიალოს. ხილად მიდის გალიასთან მიდის. ალბათ ადგომა შეიძლება გალიიდან. შეუძლია ფეხებითაც გამოსაპირებს. სად გამოვიდა? ეს რა გამოვიდა გივი? ხამით აზიმოვი. ოჩა გივი სამკუთხედზე გადადის. რა შვება გივი ეს ხებს აკეთებს. წამოდგა მაინც აბანახოთ. ხელი აქვს აღებული ხამ არა ჩაკეტა სამკუთხედი. ვიცი მგონი აქ დაკნობილია ეს შეიძლება დახეთქება შეიძლება უბრალოდ არ უნდა ეს 1-2 კარგი იყო ეხლა უნდა მაქსიმალურად აზიმოვს როგორ კარგად აქვს ჩაკეტილი ფეხი გივი უნდა იდგეს აუცილებლად თუ უნდა რომ როგორმე გამოვიდა მაინც ისე კონტროლს იღებს აზიმოვი გამოვიდა რა პოზიციიდან გამოვიდა მეორე დრო აზიმოვს ვინმე გაექცევა ეს არის ესე იგი ძალიან მაგარი ხარ ეს ყოჩა როგორ დაწახოცილებს და აი ისე იმავე საკეთებს და იდის მარა იცავს აი მიუხედავად ამისა კარგი დარტყმები იყო მაგრამ რა გაძლება უნდა ამ ყველაფერს ძალიან რთული აზიმოვს ჩაკეტილი აქვს მე მგონი აბონა თუ გადატრიალდა ხო მარკო აკონტროლებს სიტუაციას აზიმოვს კარგად ყავს დაჭერილი წუთი და 50 წამია დარჩენილი აქაც ურყავს კიდე უკრახე რა შემა გივი ფეხი გივი ეს რასაც დაჭერა საიდან კარგად ოჩა გივიდან საიდან გამოვა დიდი ალბათობით გამოვა მე ესე მგონია რომ გამოვა აწევს და დაახიშებს ეხლა სად უყავს მუშაობს გივი მე რა პოზიციაში მუშაობს გაჭედილი ყავს მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ახერხებს stop out და დამთავრდა კი ვეღარ გაუძლო კი ვეღარ გაუძლო ხამით აზიმოვმა მიულოცოდ ბატონის აი რასაც გაუძლო უბრალოდ ესეც სასწაული იყო აკო ბრავო გივის შემოგთავაზა აი ნამდვილი მეომრის მებრძოლის სული რომელმაც ბოლო წამამდე უძლო გაძლება წარმოუდგენელია ბიშა 5 ბრძოლა და 5-ო პირველ რაუნდში აინტერესოა გურამ ზვიადაძემას პირველ რაუნდში მოიგო Stay inside, please. Please respect your opponent. Come on. Respect your opponent. That's good. Now, Givy. მე მგონი რომ იმსახურებს არა გივი კიდევ შანსს აუცილებლად საკმაოდ რთული მოწინააღმდეგე ყავდა და გივი არ დაფიქრებულა ისე აიღო ეს ბრძოლა და ვფიქრობ ორგანიზაცია მას აუცილებლად შესთავაზებს კი გივი
მე ვიტყვი რომ გივი იჩხუბებს IFC-ის ორგანიზაციაში აუცილებლად. ოჩაღ მართლაც. ხამიდაზი მოვიკი 4 ბრძოლა 4 გამარჯვება. არ გამკვირვებია, იმიტომ რომ არის ძალიან მაგარი. თავის საქმის ოსტატი და პლუს მაგას. Okay, here we go. Red corner, blue corner. წვნელი, ესე ვიტყოდი, ჩემთვის უკვე რა თქმა უნდა, ხვიჩა ქორიძე, რომელიც თავის საქმეს აკეთებს ძალიან მაგრად და ქართველ ხალხს და საქართველოს უზრდის ძალიან მაგარ სპორტსმენებს. მაგარი ჭხუბი გამოვიდა, აპლოდისმენტები ალბათ. Ladies and gentlemen, we have a time. 3 minutes and 46 seconds of the very first round. Your winner by submission victory due to triangle choke, the rock and roller, Kami Azima. მაგარი ჭხუბი და ორივე მებრძოლს პატივისცემა. ივი, ბრავო. ოჩან და ხამიდაზი მოსაც ასევე ბრავო. ბრავო ბიჭებს, ორივე. რამდენად გაძლო? ალბათ ერთი 2 წუთის განმავლობაში იყო. ასე ვთქვათ, მარცუხებში მოქცეულ, ეგ და გამოწვევა არ არის მარტო. და ეს მოახერხა